ჩართვა ამ კრიმინალების და დღესაც შეგვიძლია ანალოგი გავაკეთოთ, იმიტომ რომ წინა ხელმძღვანელობის დროს ისე წარმოაჩინეს სიტუაცია, თითქოს ყველაფერი საჯელახსოვრების სისტემაში იყო დალაგებული, არ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მთავრობის შეცდომაში შეყვანა. ეს პირდაპირ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ის ციხის ჯალათები, რომლებზეც ამდენი რამე გვსმენია, პირდაპირ ჩანაცვლდა იმ კრიმინალური ავტორიტეტებით, რომლებიც შიგნით სისტემაში აგრძელებდნენ ჩვეულებრივ პატიმრებზე ზეწოლას, თანხების მოთხოვნას, ცემას, ყველობას და ამის ძალიან ბევრი მაგალითი იყო. სხვანაირად ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ ისეთი ლიბერალიზაცია მოხდა საჯელახსოვრების სისტემაში, რომ თქვენ ყველა ჟურნალისტები ბრძანდებით და ძალიან ბევრ თოქ-შოუში, რომელიც ყურებადი არის, ღამის პირველ საათზე და 2 საათზე და 12 საათზე ხდებოდა პირდაპირ ჩართვები ციხიდან, ეს ყველა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ იქ მისლების განმავლობაში რაც გავატარეთ აი ამ კრიმინალთან ბრძოლაში. რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, რა ღონისძიებებსაც ატარებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში, ამაზე აგეთ ბატონი ზაზა მოგახსენეთ დაწვრილებით თუ რასთან აქვს საქმე. მე ამდენი ამნისტირებული და ამდენი შეწყალებული ციხეებში ძლივს იწყება რაღაც კონტროლის დამყარება, იმიტომ რომ გადახედეს უკვე და ოპერატიული ინფორმაციებიც გააჩნიათ, რომ ციხიდან იმართება ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, ხდება ციხეებიდან ტელეფონის მეშვეობით მართვა უკვე გარე პროცესების, ხდება ციხეებშიც და გარეთაც უკვე საერთო საკრება, რომელიც წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც 2-3 წლის უკან, იმიტომ რომ სპეციალურად მუხლი არსებობს ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე დანაშაული არის. ეს
ის არის ჩვენი მიზანი, რომ საზოგადოებას განუმარტოთ რამ გამოიწვია, ხო? ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, შესაძლოა პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ გეუბნებით ზუსტად იმ მიზეზებს, რა მიზეზებმაც გამოიწვია ეს სიტუაცია, ამ სიტუაციის დაძაბვა. იმ მოქმედებაზე, რა მოქმედებასაც აკეთებს პოლიცია ამ დღეების განმავლობაში, ხო, აი ზუსტად ბატონი ზაზა აგიხსნით რასთან აგვაქვს საქმე, იქ რაღაც სპეციალურ კონტროლზე, პოლიციურზე ზედმეტია საუბარი, იმიტომ რომ ეს არ არის სპეციალური პოლიციური კონტროლი, მართალია ვიღაცამ ამას რა ეს დაარქვა, მაგრამ კონკრეტულად უკვე რა კი ანუ ორი სიტყვით თქვენ მიზანი იკითხეთ, ხო? დიახ. ზუსტად მოგახსენებთ? არა. ჩამოგიყალიბებთ ზუსტად, რაც ბატონმა ირაკლი მძანა, ზუსტად ჩამოგიყალიბებთ. კითხვის ნიშანი არ იბადება იმასთან დაკავშირებით, რომ გართულებულია ქვეყანაში კრიმინალოგიური სიტუაცია. იბადება ბუნებრივია კითხვა, რატომ გართულდა? ჩვენ ვხედავთ ამის ორ მიზეზს. პირველი, სასჯელ ახსულების დაწესებულებებში წინა სასჯელ ახსულების სამინისტროს ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე კონტროლის დაკარგვა და დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერების მხრიდან გავლენების აღდგენა, რომელთა გავრცელებას ეცადნენ გარეთ. ეს გახლავთ პირველი მიზეზი ძალიან მოკლედ. მეორე მიზეზი 2012 წლის შეუსწავლელი, გაუაზრებელი, მოუფიქრებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ამინისტია და დაუსრულებელი შეწყალებები, რომლითაც გარდა იმ პირებისა, ვისაც რეალურად უნდოდა ოჯახში მოხვედრა ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელახლა მოხვედრა, ჩვენს გვერდზე, ჩვენი შვილების გვერდზე ქუჩაში აღმოჩნდა ათასობით მკვლელი, ყაჩაღი, რეციდივისტი, პედოფილი, რომლებიც დღესაც კლავენ, ხოცავენ, აყაჩაღებენ და ჩადიან ათასნაირ სიბინძურეს. იბადება ეს გახლავთ ორი გამომწვევი მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა ქვეყანაში ვითარების გაუარესება. ეხლა იბადება კითხვა, თუ პოლიცია 2 წლის წინ ახერხებდა დაეკავებინა დამნაშავების 3 წლის წინ, 4 წლის წინ, ვერ ახერხებს დღეს ამას, ახერხებს და წარმატებითაც ახერხებს. ხშირ შემთხვევაში უმძიმეს დანაშაულებს ხსნის უმეტესობას, მაგრამ ათასობით დამნაშავის მასა, რომელიც აღმოჩნდა ჩვენს გვერდზე, ეს ბუნებრივია ქმნის ფონს. ამაზე ჩვენი ორგანიზაცია არაერთხელ აფრთხილებდა როგორც პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და რეკომენდაციებს ვაძლევდით, რომ ამის გაკეთება უკონტროლო და შეუსწავლელად გამოიწვევდა კრიმინალური ფონის დაძაბვას და შესაბამისად საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას. თორემ ამ ფონზე, აი ამ გართულებულ ფონზე პოლიციის პირადი შემადგენლობის დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, აგდებული დამოკიდებულება კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და რატომ პოლიციელმა უნდა იმუშაოს ქუჩაში ამაღად, კანონის ფარგლებში თავაწეულმა, ის არ უნდა იყოს დათრგუნული და უნდა ქონდეს ჭყალებში საზოგადოებრივი ზურგი, საზოგადოებრივი მხარდაჭერა და თუ ეს არ ექნება, მისი მუშაობა გართულდება და ნაკლებ-ნაყოფს გამოიღებს. ეს ძალიან მოკლედ. ეხლა ძალიან მოკლედ, რომ შექმნილი ამდენი ლაპარაკი, თქვათ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღეს ნეტგაზეთში წავიკითხე, ქალბატონი იუსტიციის მინისტრი ახსენებს რეიდებს და საზოგადოების უამრავი წევრი ახსენებს რეიდს, ექსპერტები ჭყალებში კი ბატონო ანუ ის მოკლედ კი ბატონო მე პრეჩი გადავარდე აი ესე არ გადავარდები. დიახ, რაც შეეხება პოლიციის მიერ გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებს, რომ სიტუაცია დაალაგდეს, ასე ვთქვათ. პოლიტიკოსები, საზოგადოების ნაწილი, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, დღეს ნეტგაზეთში წავიკითხეთ ქალბატონი იუსტიციის მინისტრის ინტერვიუს, სადაც ახსენებს ყველა რეიდებს და მოსახლეობას ასოციაცია ექნება 90-იანი წლების შვაწლების და დასაწყისის მდგომარეობასთან. მინდა მოგახსენოთ სრული პასუხისგებლობით, რომ
ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს ადამიანთა უფლებების შეზღუდვას ან თავისუფლებებს, ეს სისხლსამართლო კოდექსია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კანონი პოლიციის შესახებ, ესეთ მცნებას, ესეთ იურიდიულ ტერმინს არ იცნობს. და სასურველია, რომ ეს რეიდის ხსენებას ოფიციალურმა პირებმა თავი გაანებონ. რეიდის ბრჭყალებში ფუნქციები კანონი პოლიციის შესახებ ნატირთვი აქვს სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, რომელიც და შესაბამის მუხლებს, რომელიც მიღებული იქნა კანონში პოლიციის შესახებ ცვლილებების შესახებ. ორი სიტყვით მოგახსენებთ ამას. როდესაც ამ მუხლებს იღებდნენ, იქ არის პრევენციისა და სამართალდარღვევათა შესახებ ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური შემოწმება და დათვალიერება და სპეციალური საპოლიციო კონტროლი. ჩვენმა ორგანიზაციამ 1000-ჯერ გამოთქვა შენიშვნები, დასაბუთებული მოსაზრებები, რომ ეს მუხლები ხშირ შემთხვევაში არათუ ეწინააღმდეგება პროცესს ან ადამიანთა უფლებების დაცვის თეზისებს, არამედ ერთმანეთში წინააღმდეგობასთანაც მოდიან. ამაზეც გამოთქვით მოსაზრება თან იმ პირობებში, როცა არ მოსახლეობისთვის ახსნილი არ იქნა ამ მუხლების მოქმედება, მოსახლეობამ არ იცის თავისუფლებები, არ იცის პოლიციის უფლებები და ქმნის წინააღმდეგობას. რასაც ჩვენ დღეს ტელევიზორში ვხედავთ, თქვათ პატრულის მოქმედებას, თქვათ საუბნო პოლიციის მოქმედებას და შემდეგ ოფიციალურ პირები ხსნიან, რომ ეს არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი. მინდა განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, რომ ამ მოქმედებას სპეციალურ საპოლიციო კონტროლთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის 171 მუხლით გაწერილი მოქმედება, როდესაც იგრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპირტიანი სასმელების მიღება. ეს ფართო ის არის და ეხლა არ დავწვრილამდები და მეორე, სადაც აგრეთვე გაწერილია ადამიანის ღირსების შემლახავი და საზოგადოების მორალისათვის ზიანის მიმყენებელი თვალ მდგომარეობაში ადამიანის ყოფნა. პოლიცია რასაც აკეთებს დღეს, მოქმედებს 171 მუხლით და პოლიციურ კონტროლთან, სპეციალურ კონტროლთან ამას საერთო არ აქვს. ეს არის პრევენციული ღონისძიება და დანაშაულთან და კრიმინალთან ბრძოლაში ამას საერთო არ აქვს. აი ამის განცხადება გვინდოდა. ჩვენ ამ მუხლების წინააღმდეგობის თაობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორც პროცესთან წინააღმდეგობაში ერთმანეთთან ბევრჯერ განვაცხადეთ, მაგრამ ეს ყურად აღებული არ იქნა. დიახ. საზოგადოებას არ აეხსნა პოლიციის უფლებები, მანა. დიახ. საზოგადოებას, ბატონო ჩემო, უნდა აეხსნას პოლიციის უფლებები და პოლიციელმაც ზედმიწევნად უნდა იცოდეს თავისუფლებები და თავისუფლებების ფარგლებში განახორციელოს ეს ღონისძიებები და არავითარი კითხვის ნიშანი არ დაისმება. ის, რასაც ჩვენ ტელევიზიით ვხედავთ, ეს არ არის კრიმინალთა ბრძოლა, ეს არის კანონით გაწერილი, ადმინისტრაციული კანონით გაწერილი პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობა. ეს უნდა აეხსნას მოსახლეობას, ეს უნდა აეხსნას პოლიციას, ეს უნდა აეხსნას ყველას. თორემ გამოდიან ჭყალებში პოლიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც სრულად აღრევას ახდენენ ცნებების, მუხლების და იქნება გაუგებრობა და ისევ საზოგადოება ზიანდება, ისევ პოლიცია ზიანდება. მაშინ როცა პოლიცია თავისი რისკის, სიცოცხლის პასად ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანაში სიმშვიდის დაცვას, კიდე აქეთ დათრგუნა და აქეთ ზემოქმედება სრულად მიუღებელია. როცა მოსახლეობას აეხსნება, რომ ეს მუხლი მოქმედებს, ის პრეტენზიას აღარ გამოთქვას. რა თქმა უნდა, იმ მუხლის შესრულებას პოლიციას კანონიერად ევალება.